მრავალშვილიანი დედა ვარ და არა მაქვს დღემდე ერთი თეთრით არ მისარგებლია სოციალურად. იმიტომ რამდენჯერაც განაცხადი შევიტანე იმდელჯერ მითხრეს შვილებით ახარ მდიდარი და რა დახმარება გინდა. აი მაგ პასუხად მისტომრები. თუ მუშაობდი კი მუშაობდი მე დასუფთავებაში. მქონდა 240 ლარი ხელფასი. ეხლა გამეზარდა 400 ლარი მქონდა ბოლოს. და იქიდანაც 100 ლარი ისევ მომეჭრა. ყველას ერთნაირი ხელფასი აქვს. როგორ კილომეტრ ნახევარს გვიდი პირადად მე გორკის ქუჩას. პირადად მე და 100 მეტრის დამკვირვებლად. ჩვენი დირექტორი ტლაშაძია ირაკლი, მაგრამ გამგეობაში ვინ არის არ ვიცი. და ყველას ერთნაირი ხელფასი უნდა. კი, მაგრამ იმას ტერიტორიაც ჩემზე ნაკლები ქონდა. ანუ ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ გადანაწილება სამუშაოსი და ხელფასის არ არის. კი, არ არის სტაბილური და შესაფარდებელი. კი, შეფარდებული არ არის. 300 ლარია და მე კილომეტრ ნახევარი რო დავგავ, მე 300 ლარი უნდა ხდეს. ეს თუ არის 300 ლარი. შენა იცი რა. შესახლებიდან ედით უძველი იცხოვრება. ამას პირად გეუბნებიან, თუ არის სადმე გაწერილი, სადაც წერია, რომ თქვენ უნდა აი მე ახლა იქამდე უკვე აღარ მოვიდი, ინფარქტიანი ქალი ვარ და ეს მოვალეობა, რომ იგმა გრაფიკი სმენაც, როდის უნდა იმუშაოთ, ტერიტორიაც, ანუ ესეც არ შეგნით უნდა ხდეთ დაწერილი. ალბათ აქვს გაკეთებული. აი ხა ეს ორი დღე მომდება კიდე ტექნიკის ჩამოყანის და რაც მედელს და მე ზე შეიძლება ამოღებოთ. ნიკო და მე ეხლა ინფორმაცია და დავანებე თავი რომ ფიზიკურად სიარულის თავი არ შეიძლება და იმ ჩავსვი მეუღლე ჩავწოვე ჩემს ადგილას. კი, რამშულობა მე შემოვიტანე თუ მე ჩვენ ოჯახში არ არის. მაგრამ ეხლა თხოვ მიღებას რომ მინდა აღდგენა გავიკეთო. ამ ხამდენი ბავშვები იყო სამხელა ოჯახი მაქვს და ისიც ბანკში მიდის რაც ქმარს აქვს ხელფასი. ორი ბანკი აქვს და ორი არა. კი, ეხლა მინდა რომ მეც დავიცვათ მუშაობა, 7 წელი ვიმუშავა.